რატომ შეადარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მმართველი გუნდის აზროვნება ბრეჟნევის ეპოქას და რამ გააღიზიანა ქართული ოცნება? დაპირისპირების ახალი ტალღა მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ვისი ექსკლუზიური უფლებაა პოლიტიკური განცხადებების კეთება? მიმართავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და რას გადაწყვეტს გიორგი მარგველაშვილი? უყურებთ დღეს განსაკუთრებულ თვალსაზრისში გია ხუხაშვილთან ერთად. ვადნოგია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი და მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ მას აგონებს ბრეჟნევის ეპოქას, როდესაც ყველა ფიქრობდა ერთნაირად, ყველას უნდა ეფიქრა ერთნაირად და რომ მმართველი გუნდისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი და ხშირ შემთხვევაში ის დასაცინია. თქვენ როგორ ფიქრობთ? იზიარებთ თუ არა პრეზიდენტის ამ მოსაზრებას? მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი უფრო ფართოდ, ხო, ფართოდ უყურებდა ამ პროცესს და მან ისა უფრო საუბრობდა მთელ უახლეს ისტორიაზე საქართველოს. ეს ყველა ხელისუფლების პრობლემა იყო ამ უახლეს ისტორიის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლა ისინი აფასებენ როგორც ჭეშმარიტების აღმოჩენას და თავის თავს, ესე რომ ვთქვათ, თავის წიაღში ეძებენ მხოლოდ ჭეშმარიტებას და უარყოფენ ყველანაირ დისკუსიას. და სამწუხაროდ პრინციპში აი ამის სიმპტომებით დაავადდა დღევანდელი ხელისუფლებაც, ხო? მე არ მინდა მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემად განვიხილო. ეს ყველა მიშა სააკაშვილის თვლიდა, რომ ის იყო, ესე რომ ვთქვათ, ბოლო ინსტანცია და ყველას ერთხმაზე უნდა ემღერა და პრინციპში შეურნაზეცაც ჰქონდა ამის ცდილობა, თუმცა უფრო სუსტი, იმიტომ რომ მაშინ იყო ეს დემოკრატიზაცია, ეგრეთ წოდებული, რაღაც მოდაში იყო და ცდილობდნენ, რომ რაღაც მეტი მოძრაობა და პლურალიზმი ყოფილიყო. კი ბატონო, ეს ფაქტობრივად ტრიბუნიდან თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება, საერთოდ ხმა პირი გააღოს და თავისი პოლიტიკური შეხედულებები წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც ნორმალურ ვითარებაში რა არის ბიუროკრატია? ბიუროკრატია არ არის მიბმული პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ხო? ბიუროკრატია არის მუდმივი და ბიუროკრატიას აქვს სხვა პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური ნიშნით არ ფორმირდება ქვეყანაში, ესე რომ ვთქვათ, აი საჯარო სექტორი და შესაბამისად ყველას აქვს პოლიტიკური შეხედულება და ეს პოლიტიკური შეხედულება შეიძლება იყოს განსხვავებული სახელმწიფო, ესე რომ ვთქვათ, მესიჯ ბოქსისგან. ეს არის რეალობა, ეხლა თითქოს აპელირება იყო იმაზე, რომ ამის კეთება მათ შეუძლიათ არასამუშაო ვითარებაში და სხვა სიტუაციაში, მაგრამ ესეც ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება და მათი ხელისუფლების ეს გზავნილი ფაქტობრივად იყო მთელი საჯარო სექტორისთვის, არა ანადოლიძისკენ მიმართული, მთელი საჯარო სექტორი ხმა არა ხმის ამოღება არ გაბედოთ. ჩვენ რას გეტყვით ის გააკეთეთ და თქვენ არ გაქვთ უფლება რომ გვეკამათოთ და ამავდროულად და ამავდროულად. ანადოლიძის შემთხვევაში ეს საერთოდ კატასტროფული იყო, იმიტომ რომ ანადოლიძე არ არის საჯარო მოხელე და ეს კანონში პირდაპირ წერია და პრინციპში პირდაპირ მისი თანამდებობა მოხსენიებული, რომ ჩამონათვალში საჯარო მოხელის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არ შედის და არა მხოლოდ ის საკმაოდ დიდი ჩამონათვალია. გუშინ ჩვენ ვიხილეთ მორიგი მარგალიტი იმის რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადება, კაბინეტი რო ქონდა, მე უბრალოდ რო ყავდა, მე არ ვიცოდი, ხო, თუმცა კაბინეტიც ყოლია და თანაც მოლაპარაკე. და იქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს საჯარო მოხელეებისგან და ალბათ ეს კაბინეტი საჯარო მოხელეებით არის დაკომპლექტებული და ზუსტადაც რომ პოლიტიკური განცხადება გამოაცხოს ისევ თვითონ, ხო, იმ იდეას, რაც განცხადებაში წერია, თვითონ ეწინააღმდეგებოდა თვითონ ამ განცხადების პათოსი, ხო? ამ პარადოქსსაც რო თავი გავანებოთ, იქ ისევ აპელირება იყო იმაზე, რომ თურმე ანადოლიძე, ჩვენ ვართ მართლები, იმიტომ რომ ანადოლიძე არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ისევ და ისევ აი ეს მანიპულირებით ცდილობენ რაღაც აი ამ საკმაოდ იდიოტურ სიტუაციაში გამოსავლის ძიების. ხო, არც უთქვამს ანადოლიძის, რომ ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. მან თქვა, რომ ის არ არის საჯარო მოხელე. ეხლა თუ ესე მიაჩნიათ, რომ ამ პოლიტიკური თანამდებობის პირი უნდა იყოს ასაჯარო და სამყაროში სხვა არაფერი არ არსებობს, კი ბატონო, მაშინ ამ ლოგიკის გაგება შეიძლება, მაგრამ აი ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება. გარდა ამისა, მთავარი თემად რჩება მაინც ის, რომ მუდმივად საუბრობს საპარლამენტო მხარე და აღმასრულებელი ხელისუფლება შეურაცხყოფაზე სხვის მხრიდან და შეურაცხყოფების კასკადი რომ მათგან იწყება
და თუ რამეს საპასუხოდ მიიღებენ, ის სრულ ისტერიკაში ვარდებიან და სხვის მხრიდან შეურაცხყოფაზე ლაპარაკობენ, ეს თითქოს არაფერი არის. ანუ ირაკლი კობახიძეს უფლება ჰქონდა, რომ მატყუარა ეძახა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლისთვის და მას თურმე პასუხისგაცემის უფლება არ ჰქონდა. ანუ პირველი შეურაცხყოფა მიაღენა მან და შეურაცხყოფა მიაღენა პოლიტიკურ ჭრილში კი არა, პიროვნული შეურაცხყოფა მიაღენა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ეძახი მატყუარას, ეს არის პოლიტიკა. ეს არის პიროვნული შეურაცხყოფა, მით უმეტეს აღმოჩნდა, რომ სუტყუილად ეძახდა და სინამდვილეში თვითონ არ იცოდა კანონი და ესე რომ ვთქვათ, მას მიუთითებდა კანონზე. ამის შემდეგ პასუხი რომ მიიღო, ჩავარდნენ სრულ ისტერიკაში და აცხადებს, რომ მას მიაღენეს შეურაცხყოფა. ანუ პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფაა და სხვა ადამიანის შეურაცხყოფა, ეს რა მოხდა? მე პარლამენტის თავმჯდომარემ ვიღაცას ეხა თუ ბოდიში და დედა აგინა. აი, ამ ლოგიკაზე უნდა სახელმწიფო მმართველობის აგება, რაც პრინციპში არც სწორია და არც გაუვათ პირდაპირ ვეთქვი რა. არც გაუვათ ამ ტონში ლაპარაკი საზოგადოებასთან. მით უმეტეს აი ამ უმწიფარ ადამიანებს, რომლებსაც არც პოლიტიკის არაფერი გაეგებათ, არც პროფესიონალიზმი აქვთ, თუნდაც თავის სპეციალობაში, როგორც თუნდაც აი ეს ისტორია არ ყვევს და არც კაცური და ასე რომ ვთქვათ, ისეთი ჯენტლმენურ საქციელზე არ აქვს წარმოდგენა, ანუ აღზრდის პრობლემები აქვთ ძალიან მარტივად. როდესაც პრეზიდენტი ადარებს ამ ყველაფერს ბრეჟნევის ეპოქას, ბრეჟნევის მმართველობას და მმართველი გუნდი აცხადებს, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციას, მივცევთ ამაზე რეაქციას, რას ნიშნავს ეს? მათ არ აქვთ პასუხი, არ იციან რა უპასუხონ ამას? არ აქვთ პასუხი. რაციონალური პასუხი არა, მათ მხოლოდ შეტევა იციან, ხო? და აი, თავის თვალში მორს ვერ ხედავი და სხვის თვალში ბეწვი შემჩნევა რომ უნდათ. ეს არის ჩვენ რომელი ერთი გავიხსენო, ხო? ანა დოლიძის შეურაცხყოფას თავი გავანებდა, რომ მატყუარა ეძახა პარლამენტის ტრიბუნიდან, ჯერ ქალია უბრალოდ და ქალს ეცი პატივი, ყველაფერს რომ თავი გაანება, ხო? აბსოლუტურად უღირსად მოიქცა. თავიდან ბოლომდე და ეს გადავიდა ადამიანურ ჭრილში და ადამიანურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ უპასუხა მე ანა დოლიძე. ჩვენ ახლა პრედისტორიას თუ დავივიწყებ და ანა დოლიძის ნათქვამის ანალიზს დავიწყებ, შეიძლება არც მოგვეწონოს, მაგრამ პრედისტორია იყო, რომ პირველმა შეურაცხყოფა მიაყენა ანა დოლიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ. არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ ზუსტადაც რომ ირაკლი კობახიძემ ცუდი აღზრდის, ცუდად აღზრდილმა ახალგაზრდამ, ხო? ეხლა რა შეეხება დანარჩენს, ეხლა გავიხსენოთ, რომელით გავიხსენოთ, ეხლა პრეზიდენტს ბრალს დებდნენ სახელმწიფო გადატრიალებაში, ეს გვახსოვს, ხო? ეს არ იყო შეურაცხყოფა? და ყოველ დღე გარიგებებში დებენ ბრალს ხან ნაციონალურ მოძრაობასთან და ხან კიდე ვინ უწყის ვისთან. 1000 ბრალდებები ისმის მათი მხრიდან ყოველდღე. და პრეზიდენტს ედავებიან იმაზე, რომ არავის ხმის მეორე მხრიდან პასუხისგაცემის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენგან მოსულა ნებისმიერი სიბინძურე და პრეზიდენტის გარდა მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ არიან პოლიტიკოსები და არ აქვთ უფლება რომ გვიპასუხონ, ხო? ეხლა მეტი სისულელე შეიძლება ადამიანმა ილაპარაკოს და რაღაც მოგონილ ეთიკის ნორმებზე ილაპარაკოს. როგორ შეიძლება ეთიკაზე ლაპარაკობდეს ადამიანი, რომელსაც მუდმივად შოკოლადით აქვს უჩევი მოთხოვნული? შეიძლება ეთიკაზე მუდმივად გველაპარაკებოდნენ ესეთი ადამიანები? და საყელოთი იწმენდნენ მერე? და ეთიკაზე მიგვიოს საყოველთაოდ მიღებული. რო ეკითხებია, რომელ კანონში წერია? არა, კანონში არ წერია, მაგრამ ეს საყოველთაოდ ცნობილია. რომ თურმე პოლიტიკოს უფლება აქვს, რომ მათრახის ქვეშ ყავდეს ყველა და პასუხისგაცემის უფლება არავის არ აქვს. ეს არის ეთიკის ნორმა თუ ეს არის ეთიკა. აი ესე გვასწავლიან და მოძღრავენ და რასთავარი არიან ძალიან დარწმუნებულები არიან თავის სიმართლეში. იქცა თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტად? ეხლა პრეზიდენტი სასიულ რა არის ისეთ რომ პრეზიდენტი ცდილობს რომ არ შევიდეს ამ პოლიტიკურ მოედანზე. და დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ჩვენ თუ დავაკვირდებით ის არც ერთ პოლიტიკურ ესე რომ ვთქვათ არც ერთ მხარეს არ არის, ხო? ის პოლიტიკურად ნეიტრალურია, თუმცა მისი კონსტიტუციური მოვალეობა რომ დაიცვას კონსტიტუცია და მხოლოდ ამ ფარგლებშია ეს პოლემიკა, ის ცდილობს რომ მხოლოდ ამ ფარგლებში დაიჭიროს ხელისუფლებასთან პოლემიკა და თუ დავაკვირდებით, ხო, პრეზიდენტის მხრიდან რა გვესმის, რომ კონსტიტუციურ პროცესში არის ხარვეზები, ხო?
და ამ ფარგლებს არ ცდება და თუ ვეტოს ადებს მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას სხვათა შორის რომელიც იყო ისევ და ისევ ქართული ოცნების დაპირება და შემდგომში უარი თქვეს. ხო, იგივე თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით, მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკიდან ესე რომ ვთქვათ, აი ზედამხედველობის სამსახურის გამოყენასთან დაკავშირებით და შემდეგ და შემდეგ. საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. ერთადერთი პრეზიდენტი ცდილობს, რომ ქართული ოცნების დაპირებები ასრულდეს, ხო? დანარჩენი ქართული ოცნება მიდრეკილია, რომ გადააგდოს მთელი საზოგადოება. აი, ეს არის თამაშის წესები. ამ ფარგლებიდან არასოდეს არ გასულა. მას თავისი პოლიტიკური გემოვნება, ან მიდრეკილება, ან სიმპათიები არავის მიმართ არასოდეს არ გამოუხატავს. არც ოპოზიციის მიმართ და არც ხელისუფლების მიმართ და ეს არის მისი კონსტიტუციური ჩარჩოები, რაც ის უნდა მუშაობდეს. შესაბამისად, ის არც აპირებს აქედან გასვლას, ხო? მეცაც გეტყვით, პრეზიდენტი იმდენად ლოიალური ადამიანია და იმდენად რბილი ადამიანია, რომ ჩვენ მისი არსებობის შესახებ ჯერ დღეს ბევრს არც ეწოდინებოდა, რო არ იყოს მუდმივი შეტევა მასზე ხელისუფლების მხრიდან. ხო? ანუ დღეს რჩება შტაბ-ეწილება, რომ მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მუშაობს გიორგი მარგველაშვილის პოზიციების გამყარებას. იმიტომ რომ როდესაც არაადეკვატურად უტევ ადამიანს, მას ზიანს კი ვერ აყენებ. პირიქით, ხო, მის ავტორიტეტს ზრდი. ანუ უნებლიეთ დღეს ქართული ოცნების დამსახურებით ბჭყალებში პრეზიდენტმა აკრიფა კრიტიკული მასა პოლიტიკური ავტორიტეტის მის მიმართ ნდობა გაიზარდა და ეხა ის საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია. ეხა მას შეიძლება არც უნდა პოლიტიკურ პროცესში დარჩენა. მაგრამ ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება იმისათვის, რომ ის ვერ გათავისუფლდეს ამ ტვირთისგან. და ქართული ოცნების აი ამ ახალგაზრდა ლიდერებისგან განსხვავებით, მისთვის ხელისუფლება პრივილეგია არ არის, მისთვის ეს ტვირთია. და მას უნდა ამ ტვირთის მოშორება, მაგრამ ქართული ოცნება არ აძლევს ამის საშუალებას. თავისი ამ მუდმივი აბსოლუტურად არაადეკვატური და დაუსაბუთებელი შეტევებით. თურმე პრობლემა ყოფილა, რომ ვეტოებს ადევს პრეზიდენტი. პრეზიდენტის უფლება კი არ არის ვეტოს დადება, როდესაც ის თვლის, რომ ეს კანონი ცუდია. მისი ვალდებულებაა, იმიტომ რომ ის არის კონსტიტუციის გარანტი და ხალხმა ის აირჩია ზუსტად იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეეცადოს, რომ შეაჩეროს არადემოკრატიული ტენდენციები და მიდრეკილებები ხელისუფლების მხრიდან. ბატონგია, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მიმართა ინიციატივით, რომ ამერიკამ შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და როშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა კომენტარი. ის საკმაოდ ესეთი ნელთბილი კომენტარი იყო, მან აღნიშნა, რომ თუ ვთქვათ მსგავს ინიციატივებზე არის ლაპარაკი, ეს აუცილებლად უნდა იყოს მთავრობის მიერ ინიცირებული და სხვა ნებისმიერი ინიციატივა, ეს არის რაღაცა გვერდითი მოვლენა და რაღაც თითქოს არასერიოზულად შეაფასა პრეზიდენტის ეს ინიციატივა. აი, გეტყვი ძალიან მარტივად, ხო? ანუ სესიაშვილის გამოსვლა ამ შემთხვევაში რას ნიშნავს? ნიშნავს ერთ რაღაცას, რომ მათ მოწონთ თვითონ ეს ინიციატივა, მაგრამ წინააღმდეგი არიან, რომ აი პრეზიდენტი, აი როგორ დაასწრო თურმე პრეზიდენტმა და აი ეს კარგი იდეა მისი მხრიდან გაჟღერდა, ხო? გახმოვანდა და აი ამ მეჩვიანობის ნიადაგზე მზად არიან, რომ მოახდინონ თემის ტორპედირება, რომელიც თვითონაც მოწონთ. აი ეს არის დამოკიდებულება, ძალიან სახიფათო დამოკიდებულება, მე ვიტყოდი სახელმწიფოებრივად. ანუ ისინი მზად არიან, რომ ნაბანძ წყალს ბავშვი გადააყოლონ ნებისმიერ ესეთ ვითარებაში. აი ეს ბუნდოვანება და ეს აბდაუბდა მისი მხრიდან ზუსტად ამას ნიშნავდა, სხვას არაფერს, ხო? და პრეზიდენტი და შეკაი ადამიანო, სანა პრეზიდენტი შეხვდებოდა პენსი, მანამდე დაუარა ყველას, ხო? და ძირითადი, ესე რომ ვთქვათ, მასპინძლები მთავრობა იყვნენ, პარლამენტი და აი შემდეგ. ანუ პრეზიდენტთან პენსი ჰქონდა ბოლო შეხვედრა. თუ რამის თქმა უნდათ ეთქვათ რა. და ეხლა თუ თვითონ რაღაცა შეცდომა დაუშვეს და პრეზიდენტმა მათი შეცდომა გამოასწორა, ამას ნეგატიურად კი არ უნდა უყუროთ, პოზიტიურად უნდა უყუროთ. ამ დროს პრეზიდენტის ინიციატივა იყო აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი. რატომ? იმიტომ რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ესეთი წარმომადგენელი შეერთებულმა შტატებმა დანიშნა უკრაინასთან მიმართებაში, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინული პრობლემატიკა და ქართული პრობლემატიკა ძალიან გავს ერთმანეთს, ეს შეთავაზება აბსოლუტურად ლოგიკურად გამომდინარეობდა მთელი ამ პერიპეტიებიდან. ეხლა
გასაგებია რომ ერთის მხრივ იმასაც ამბობენ რომ აი რუსეთიდან იყო მეორე მდივანი და ესეც მეორე მდივანი ხო ესე არ არის იმიტომ რომ რუსეთი ნიშნავდა და ის ადამიანი მუშაობდა საქართველოში და ეს იყო ზედამხედველი და მაყურებელი საქართველოს ხელისუფლების თუმცა ესეთი მაყურებელი არ გვეწყენდა ამ ეტაპზე ხო ისეთი მიდრეკილებები გაუჩნდა ამ ხელისუფლებას მაგრამ რეალურად ამ წარმომადგენლის ფუნქცია რა არის რომ მოახდინოს საქართველოს ინტერესების საქართველოსთან ობიექტური ინფორმაციის ოპერატიულად მიტანა უმაღლეს ხელისუფლებასთან და ბიუროკრატიული ესე რომ ვთქვათ ეს შუა ნაწილი რომ იყოს გვერდი ზავლილი რომ სწრაფი რეაგირება ხდებოდეს რაღაცაზე ანუ სწორი ინფორმაციის მიტანა და სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა და ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება დღეს იმიტომ რომ გლობალურ სივრცეში იმდენად იძაბება სიტუაცია რომ ნებისმიერ დროს რაღაცა შეიძლება მოხდეს დღეს ჩვენ ხედავთ რომ მოხდა ერთგვარი ფრონტის ხაზის გავლება, ხო? ანუ აი მიმდინარეობს მოძრაობები, ხო? ინვენტარიზაცია ჩაატარა ფრონტის ხაზზე და ანუ ეგრეთ წოდებული დათვალიერება საკუთარი ძალების პენსმა მარტო საქართველოში არ ყოფილა, ხო? და ეს ფრონტის ხაზი სად გადის? ეს არის ბალტიისპირეთი, პოლონეთი, თავისი მხრიდან ფრონტის ხაზზე, ეს არის უკრაინა ეს არის საქართველო, ну, ნაწილობრივ მოდით რუხი ზონა, ბალკანეთი ავიღოთ. ეს არის ფრონტის ხაზი. მან ჩაატარა დათვალიერება, რუსეთის ატარებს თავისი ძალების დათვალიერებასთან ერთ-ერთი კომპონენტი და ვინ არის მის ძალები? ეს არის ბელორუსია, ეს არის ესე რომ ვთქვათ ეს სეპარატისტული რეგიონები, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ ყველა ესე რომ ვთქვათ ფრონტის ხაზზე ამ ესკალაციის პირობებში იწყებს თავისი კუნთების ჩვენებას. ამას უკავშირდება ზუსტად აფხაზეთში, ну, მოახლოებული ვიზიტი ვლადიმერ პუტინის. ეს არის პასუხი, ხო? პასუხი ყველაფერ ამაზე და ეს აფხაზეთში პუტინი არ ჩადის ჩვენ საჩვენებლად, ის ჩადის ამერიკელებისთვის საპასუხოდ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ დღეს როგორი სახიფათო გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე დავდექით. ფაქტობრივად უკვე დაწყებულია სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ომი, აი ამ სანქციებთან დაკავშირებული, რაც სავაჭრო ომი, მოდით ესე ვთქვათ, რაც რუსეთისთვის ძალიან პრობლემატურია და რუსეთი ესეთ ვითარებაში ყოველთვის ასიმეტრიულად პასუხობს. და ასიმეტრიული პასუხი სად ხდება ფრონტის ხაზზე? ანუ ჩვენ დღეს ერთის მხრივ კარგია რომ ჩვენ დღეს ეს რიგში გავჩნდით, მაგრამ ჩვენ ეს დავბრუნდით, მაგრამ მეორეს მხრივ რისკები იზრდება. ნებისმიერ ქმედებას მოყვება კონტრქმედება, ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, ხო? და ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა ყოველთვის უფრო სახიფათოა ვიდრე ღრმა ზურგში ყოფნა. კი ბატონო, ეს ჩვენი არჩევანია, მე არ ვლაპარაკობ ამას იმისთვის, რომ ჩვენ ამაზე უარი უნდა ვთქვათ, მაგრამ ესეთ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული დაცულობა. და დაცულობა არა ხვალ, რასაც გვპირდებიან, რომ ნატოს კარი ღია და ხვალდაზე გმიგრია, ანუ დღეს გვჭირდება. იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება აი ეს ძალიან რთული ვითარება უმართავი გახდეს და ჩვენ აღმოვჩნდეთ დარტყმის ობიექტი. და ესეთ დროს, რა თქმა უნდა, წარმომადგენელი შეერთებული შტატების შეიძლება საცოცხლო პრობლემასაც უკავშირდებოდეს. ეს განცხადებები, რომელიც გააკეთა მაიკლ პენსმა, ნიშნავს თუ არა იმას, თქვათ, იძლევა თუ არა იმის გარანტიას, აი ამ დაცულობის გარანტიას? არ იძლევა გარანტიას, იმიტომ რომ პენსმა რაც ილაპარაკა ამაში ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს არის ყველაფერი რიტორიკა, ხო? რიტორიკა, კარგია რომ ჩვენ დღის წესრიგში ვართ, კარგია რომ ესე გვეფერებიან, კარგია რომ ესე კომპლიმენტებს გვეუბნებიან, ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ ჩვენ გვჭირდება რეალური დაცვა. რეალური დაცვა, იმიტომ რომ ხვალ რო იფეთქოს რაღაცამ. ხო, ჩვენ ხო არ აღმოჩნდებით ისევ და ისევ აგრესიის პირისპირ, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, ხო? და თუ არ აღმოჩნდებით, მაშინ რა არის ამის მექანიზმები? მე იმედი მაქვს, შეიძლება ეს არ იყოს საჯარო სალაპარაკო, მაგრამ თუ ხელისუფლებას არ იყო ჭკუა, რომ აი ამ ტექნიკურ საკითხებზე ესაუბრა კულისებში პენსთან, ხო? მაშინ ეს არის გაშვებული ვიზიტი და მეტი არაფერი. თქვენ როგორ ფიქრობთ, შედგა თუ არა ასეთი საუბარი, შედგებოდა თუ არა ასეთი საუბარი? ხო, როგორ გითხრათ, მე არც მინდა ამის შესახებ რომ ვიცოდე და იმედს ვიქონიებ, რომ ესე იყო, იმიტომ რომ თუ რამე გართულდა და ჩვენ ეს ვერ დავინახეთ, ეს ჩვენ ვექტორს, განვითარების ვექტორს კი არ გააძლიერებს. ეს საბოლოოდ დამარხავს ამ განვითარების ვექტორს. იმიტომ რომ
თუ აღმოჩნდა ისე რომ მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ ჩვენ დავრჩით მარტო, ეს საბოლოოდ შეატრიალებს ქვეყანას სხვა მიმართულებით. და აი ზუსტად ამაზე ძალიან დაბეჯითებითი კატეგორიული სალაპარაკო იყო პენსთან. იმისათვის რომ მათ უკვე დღეს დაეწყოთ ამ უსაფრთხოების ზომების მიღება და კონკრეტული მექანიზმების ინიცირება. შეიძლება თუ არა რომ შემდგარიყო მსგავსი საუბარი პენსსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის და შეიძლება თუ არა ამის გამოძახილი ყოფილიყო სწორედ პრეზიდენტის ინიციატივა. მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტი შეეცდებოდა ამ საუბარს, მაგრამ რამდენად იყო დრო, ხო, იმიტომ რომ ფორმატით საკმაოდ ხანმოკლე იყო მათი შეხვედრა, ბევრად უფრო გრძელი შეხვედრები ჰქონდა მთავრობასთან, მათი კომპეტენციაა ეს ყველაფერი. პრეზიდენტი ზოგადად აუცილებლად შეეხებოდა ამ საკითხს ჩემის აზრით. რაც შეეხება აი ამ წარმომადგენელს, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რისი გახმოვანება შესაძლებელი იყო და ნაცვლად იმისა, რომ სესიაშვილი ამის გამო ამ გაუგებარ განცხადებას აკეთებდეს, ჯობდა რომ მადლობა გადაეხადა პრეზიდენტისთვის იმისათვის, რომ თვითონ რაც დაავიწყლეთ პრეზიდენტმა იმაზე ისაუბრა, ხო? ეს ამაზე მადლობას უნდა ეუბნებოდი ადამიანს, კი რომ დააკრიტიკებდა, მაგრამ არ ესმით. ისეთი ბოღმა ჩრდილავს სახელმწიფო ინტერესს. და ესეთი ადამიანები სახიფათო არიან ხელისუფლებისთვის, ხო? როდესაც მათ არ შეუძლიათ საკუთარი ტყავის ინტერესზე სახელმწიფო ინტერესის უბრალოდ ინტერესზე მაღლა დაყენება სახელმწიფო ინტერესს. ბადნოგია, კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დაუსვეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და რომელიც ეს მისი გადასაწყვეტი იქნება. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის არის მოქალაქეობის გარეშე, როგორც ვიცით, მას აღარ აქვს უკრაინის მოქალაქეობა, იგი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. და მას შესაძლოა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ვთქვათ, მოხდეს ასეთი რამ? ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, სააკაშვილს აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. მე ვფიქრობ, აპატრიტის მდგომარეობა დღეს მისთვის პოლიტიკურად არის ყველაზე კარგი სასტარტო მდგომარეობა. ის შეეცდება რომ ესე რომ ვთქვათ მაქსიმალურად დააზიანოს ეს გადაწყვეტილება პოროშენკოს მხრიდან და მე ვფიქრობ პოროშენკოს მხრიდან ეს იყო სრული იდიოტიზმი რაც მან ჩაიდინა და ფაქტობრივად ფეხში გაირტყა შეიძლება ითქვას. გამომდინარე იქიდან რომ სააკაშვილი საკმაოდ მარგინალიზებული იყო უკრაინულ პოლიტიკაში და ის ეძებდა ეგზიტს. ანუ გასასვლელს ამ პოლიტიკიდან ღირსეულ გასასვლელს ისე რომ კუდამოძუებული და დამარცხებული არ წასულიყო და ზუსტად აი ეს გასასვლელი გაუკეთა ეხა დღეს პოროშენკო რითაც პრინციპში ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა მას ხო ეს იყო ანუ თვითონ სააკაშვილის მოგება გააფორმა ანუ ღირსეული გასვლა გაუკეთა ეხა იქიდან უკვე ვაშინგტონიდან ჩემის აზრით ის საკმაოდ დააზიანებს მას აქვს იგივე სასამართლო პერსპექტივა და ამავდროულად მოგეხსენებათ რომ საერთაშორისო სასამართლოში ყოველ შემთხვევაში ის აუცილებლად მოიგებს მარტივი მიზეზის გამო რომ არ შეიძლება ადამიანის საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება კაცის მკვლელიც რო იყოს იმ შემთხვევაშიც და ეს ფატალური შეცდომა პოროშენკომ დაუშვა ჩვენთვის ცუდია სიმართლე გითხრათ აი ამ სტატუსით სააკაშვილი იმიტომ რომ მიუხედავად აი ამ კუდის მოქნევისა მე ვფიქრობ დღეს შეერთებულ შტატებს სააკაშვილი უკრაინულ პოლიტიკაში იმდენად აღარ ჭირდება იმიტომ რომ იქ ფრონტის ხაზი უკვე გავლებულია გასაგებია და მათი ყავთ ძალიან ბევრი საყრდენი ყავთ და სააკაშვილის აქტიურობა იქ არ ჭირდებათ. მისი რეფორმატორის ესე რომ ვთქვა, როგორც რეფორმატორის ვერ შედგა და ოდესო ოლქში ეს გამოჩნდა და სხვანაირად ეხა მისი რეინტეგრაცია უკრაინულ პოლიტიკაში ეს აღარ არის საინტერესო პროექტი ამერიკელების. მაგრამ მისი რეინტეგრაცია ქართულ პოლიტიკაში შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, ხო? ანუ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ერთგვარი გივლენი საქართველოსთან მიმართ ქართველი გივლენი სააკაშვილის სახით. და რაც თავარია თუ გივლენი არის საკმაოდ წყნარი ადამიანი, ეხლა სააკაშვილი ხო ვერ მოისვენებს, გასაგებია. და თუ მისი გადმორთვა მოხდა ქართული პოლიტიკისკენ, ეს ძალიან პრობლემატური შეიძლება ჩვენთვის გახდეს. და იმ შემთხვევაში თუ მიმართა სააკაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მარგველაშვილმა? მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად დამოკიდებულებისა, ერთია სისხლის სამართლებრივი დევნა და მეორეა მოქალაქეობა, ხო? როდესაც გავონებო თავი პრეზიდენტს და ესე თავარსარდალს და რაღაც საკმაოდ დიდარი ბიოგრაფიის ადამიანს, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, ხო?
არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეს თუ შენი ნატურალური საქართველოს ერთდროს ნატურალური საქართველოს მოქალაქე აპატრიდად რჩება, მე ვფიქრობ, რომ მე არ ვიცი მარგველაშვილი რას იზამს, მაგრამ მე ვერ დავტოვებდი მას მოქალაქეობის გარეშე. თუმცა იმ დათქმით, რომ მან ეს მოქალაქეობა მას არ მოუხსნეს იმ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებს, ხო? ბატონო, დაბრუნდეს საქართველოში და პასუხი აგოს. მოქალაქეობის არ მინიჭება ეს მეთოდი არ არის ჩემის აზრით. და ბატონო გია ბოლოს ქვეყნის შიდა პროცესებს რომ დავუბრუნდეთ, NDI-ის კვლევების შედეგად დაახლოებით ისევ იგივე რაოდენობა რჩება გადაუწყვეტელი ამ მრჩევლის. ხელისუფლების რეიტინგი არის 22%. 22%. ეს მეტყველებს ძალიან მარტივ რაღაცაზე, რომ 60 რაოდენობა ადამიანებისა, რომელსაც არ მოწონთ საერთოდ რეალურად პოლიტიკური ელიტა, არის კრიტიკულზე მაღალი. შესაბამისად, ჩვენ რო წარმოვიდგინოთ სურათი, რომ ყველა პარტია, ვინც კენს იყრის, აღმოჩნდა პარლამენტში, ხელისუფლება მაინც ვერ იქნება ლეგიტიმური, იმიტომ რომ აურჩევლის უმრავლესობა ყველა პარტიას ხაზავს, ეუბნება უარს და ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ასე რომ ხელისუფლების 22% რას ნიშნავს, მოეთ ესე ვთქვათ, რომ ხელისუფლების ნატურალური მხარდამჭერი დაახლოებით არის იმდენივე, რამდენიც ნაციონალური მოძრაობის. რატომ? იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მინიმუმ 15% ეს არის წმინდა ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლებისკენ არის, ხო? საჯარო სექტორის ნაწილი და კიდე ვიღაცა და ვიღაცა. და ფაქტობრივად თუ ჩვენ ამას გამოვაკლებთ, ნატურალური მხარდამჭერი 5-დან 7%-მდე ყავს ქართულ ოცნებას. დაახლოებით იმდენივე, რაც ნაციონალურ მოძრაობას და სხვებს არ ვთარყავთ. აი ამ უბედურებაში ვართ. როდესაც აი ამ ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს დაახლოებით ერთი და იგივე სურათი არის რეიტინგებთან დაკავშირებით. რა შეიძლება ველოდოთ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისას? არაფერი, მე არ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზე რამე სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. გარდა გარკვეული ინტრიგისა თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ აი ზუსტად რადგან ამომრჩეველი აი ესე რო ვთქვათ, ცუდად არის განწყობილი როგორც ხელისუფლებისადმი, ასევე ოპოზიციისადმი, აი ესეთ ვითარებაში ის აკეთებს ნეგატიურ არჩევანს. ის ვერ ხედავს ვერავიში რაღაც გრძელვადიან სარგებელს და სიკეთეს, არ ეგულება არავინ, ვიც ჯერა და ვისაც ხმას მისცემდა, ამიტომ ის ერთჯერადი ხმის მიცემის პროცესზე გადადის და ერთჯერადი ხმის მიცემა რას ნიშნავს? ვინც მეც გადაიხდის, იმას აძლევ ხმას, ხო? ეს არის ნეგატიური კენჭისხრა. და ბუნებრივია ხელისუფლებას აქ უპირატესობა აქვს. რესურსი წყვეტს ყველაფერს. არა რწმენა და მომავლის იმედი და რაღაც, არამედ რესურსი. ვინც მეც გადამიხდის, იმას მიცემ ხმას, იმიტომ რომ არც ერთი არ უქნია ღმერთს, ხო? ხელისუფლებას მეტი შესაძლებლობები აქვს. გადახდა მე მხოლოდ ფული არ მაქვს ხედველობაში. გზები, წყალი, გაზი და სოციალური პროგრამები და შემდეგ და შემდეგ. შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს აშკარა უპირატესობა ამ ადგილობრივ არჩევნებზე. არა იმიტომ, რომ ის ავტორიტეტია, არამედ იმიტომ, რომ ის მეტს გადაიხდის. იგივე NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, როდესაც კალაძეს აქვს 30% და 19 და 18% იყოფენ უდუმაშვილი და ალეკო ელისაშვილი, ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობ და ყველა საუბრობს მეორე ტურზე? როგორ გამართარდება მეორე ტურის ბედი? ძალიან მარტივად არის საქმე. ხო, თუ მეორე ტურში გადის ელისაშვილი, ამ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ კალაძე წააგებს, არის ძალიან მაღალი. და რატომ? იმიტომ რომ მეორე ტური ეს არის საომრჩევლის კონსოლიდაციის ტური. ოპოზიციური კანდიდატი, მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა უნდა მოახერხოს თავისი კონკურენტების ხმების კონსოლიდაცია. და აქ გვაქვს ესეთი სურათი, თუ მეორე ადგილზე გადის ალეკო ელისაშვილი, ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიების საომრჩევლები ალეკო ელისაშვილს ხმას მისცემენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ის ახერხებს კონსოლიდაციას ოპოზიციური ელექტორატის და ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანდიდატს აქვს სერიოზული პრობლემები. თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ალეკო ელისაშვილი ჭკვიანურად წარმართავს კამპანიას და ხიდებს არ დაწვავს დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის ელექტორატთან, ხო? ის არ შევა პოლემიკაში ნაციონალურ მოძრაობასთან.
და ამას აკურატულობა დაჭირდება, ხო? და მან მისი გზავნილი უნდა იყოს ძალიან მარტივი. როდესაც სახელმწიფო რომელიმე ანგაჟირებული ჟურნალისტი მივა და მოსთხოვს მას, რომ შეაგინოს ნაციონალურ მოძრაობას, მან უნდა უთხრა ძალიან მარტივად, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ომი მან დაამთავრა 2012 წელს. ეხა არის 2018 და მისი ოპონენტი არის ხელისუფლება, ხო? 2017. ხო, აი ეს არის, ეს უნდა იყოს მისი გზავნილი, ანუ ხიდი არ უნდა დაწვეს. ამ შემთხვევაში მისი შანსები მეორე ტურში თუ გავიდა იზრდება. თუ მეორე ტურში გადის ზაალ უდუმაშვილი, მას შანსი არ აქვს ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ალეკო ელისაშვილის ამომრჩეველი ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს. აი ეს არის მთელი ალიაბალია, როგორც ითქვა.